გამარჯობა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. ხმაური თელავის საკრებულოში ქალაქი თელავი თვითმმართველ თემს შეუერთდა. რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება და რას აპროტესტებდნენ მოქალაქეები? მათ გადაწყვეტილება მიიღეს სამინისტროს ზეწოლის საფუძველზე. ხაზგასმით მინდა გავიმეორო, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა. გზისა და სანიაღვრე არხების პრობლემა ჭანდარში. მოსახლეობას სახლებსა და სავარგულებამდე გადაადგილება უჭირს. მთელი მტვერი და ნაგავი გზის პირზე სახლებში შემოდის. დიდი წყალი თუ მოვიდა სულ ეზოებში გვივარდება. ჩუტყვავილის შემთხვევები გურჯაანში. რა რეკომენდაციები მიიღეს საჯარო სკოლების ხელმძღვანელებმა? ზედამხედველობა გააძლიერონ განსაკუთრებით კლასის ხელმძღვანელებმა ასეთ კლასებში. მომავლის ლიდერთა ასოციაციის პროექტი ინიციატივა. რა ღონისძიებები ტარდება პროექტის ფარგლებში? ჩვენ ახალგაზრდებს მომავალში უფრო მრავალფეროვან და ფართომასშტაბურ პროექტებს შევთავაზებთ. ეს ძალიან ხელს უწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას, მაცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო აქტივობას. პროფესიული განათლება, პერსპექტივები და გამოწვევები. როგორია სტატისტიკა და ადვილია თუ არა დასაქმება პროფესიული განათლებით? პროფესიული განათლება მაშინ არის ასე ვთქვათ ქვეყანაში წარმატებული, როცა ქვეყნის ეკონომიური დონეც არის შესაბამისი. 16 წლის ვასო იმერლიშვილი ევროპის ჩემპიონია. ნაწარმოებას მიაღწია პოლონეთში ჭანდრის საჯარო სკოლის მოსწავლემ. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია გურჯაანის საინფორმაციო გამოშვების განმეორებით ნახვა ხვალდილი 10 საათზე შეგეძლებათ. ასევე გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ტელეკომპანია გურჯაანი, გვიყურეთ ცილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. 7/4 წინააღმდეგ თელავის საკრებულომ ქალაქის თვითმმართველ თემთან გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულოს ხდომამ ხმაურით ჩაიარა. მოსახლეობის ერთი ნაწილი აღნიშნულ საკითხს აპროტესტებდა. მათ წარმოდგენილი ჰქონდათ არგუმენტები, რომლის თანახმადაც თვითმმართველი ქალაქის სტატუსი არ უნდა გაუქმდეს. როგორც საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯია. საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძემ კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელიც დღეს დარბაზში იმყოფებოდა, მოყვანილი იყო. ვიტყვი იმას, რომ დღეს თელავში ასე ვთქვათ, სამარცხინო გადაწყვეტილების მომსწრე გავხდით დღეს საკრებულოზე. აი ამ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც სამინისტრომ გამოუგზავნათ, დღეს თავი თელავის დეპუტატების 15 დეპუტატმა, როგორც დაუთვალე ხმა, მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიეცა სამინისტროს რეკომენდაცია თელავის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შეჩერების შესახებ. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯი და ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელიც დღეს მე აქ დავანახე, იყო ის, რომ არც ერთ დეპუტატს, რომელმაც ხელი აუწია ამ რეკომენდაციის დადებითად გადაწყვეტას. სახეზევე ეტყობოდა, რომ არ ქონდა ამის სურვილი. მათ გადაწყვეტილება მიიღეს სამინისტროს ზეწოლის საფუძველზე. ვიღაცამ რაღაცა არგუმენტები რომ მითხრას, ეს ჩემთვის გაუგებარია და მიუღებელია, იმიტომ რომ აი ეს ხალხი 2014 წელს თელაველებთან წარსდგნენ, რომ თელავის თვითმმართველი ქალაქის სტატუსს უჭერდნენ. თელაველების მხარდაჭერა მიიღეს. პირდაპირ წესით აირჩა ქალაქის მერი, პირდაპირ წესით აირჩა და უმრავლესობა მოიპოვა კოალიცია ქართულმა ოცნებამ და დღეს 2014 წლის შემდგომ 3 წლის თავზე ეუბნებიან, იცით ხალხო, ჩვენ შეცდომა დავუშვით, არ ყოფილა კარგი თვითმმართველობა, ხელფასს ტყუილად გვიხდიდით და დღეს ეუბნებიან აი ამას. და აი ამიტომ მე მინდა ჩემ თელაველებს უთხრა, რომ 2017 წელს დააზღვიოს ეს ხალხი შეცდომების დაშვებისაგან. თქვენ ალბათ მოისმინეთ აქ დეპუტატების მოსაზრებები, ოპოზიციონერი დეპუტატების მოსაზრებები და მე მათ უბრალოდ ეს შეკითხვა დავუსვი. უარყოფითს რას ხედავენ ამ ცვლილებაში, გაერთიანებაში, უარესობისკენ რა შეიცვლებოდა? მათ ამაზე არგუმენტირებული პასუხი ნამდვილად ვერ გამცეს, უფრო მეტიც აქ მოვისმინე ზოგიერთი გამოსვლის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თურმე კატასტროფა ხდება და ქალაქს და თემს გაერთიანების შემთხვევაში ის სიკეთეები მოაკლდება, როგორც არის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ბაღების დაფინანსება, კეთილმოწყობა და ასე შემდეგ. რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გავიმეორო, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა.
გზისა და სანიაღვრე არხების პრობლემა ჭანდარში, ეგრეთ წოდებული უროიანთ უბანი დახმარებას ითხოვს. აქ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გზა, რომელიც სავარგულებამდე მიდის, წლებია დაზიანებულია და მისი რეაბილიტაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება. უბანში მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხებიც, რაც პრობლემას კიდევ უფრო ართულებს. მოსახლეობის განმარტებით წვიმის დროს მოვარდნილი წყალი ეზოებს ტბორავს. გურჯაანის გამგეობის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია 2019 წლის პერსპექტიულ გეგმაშია გათვალისწინებული. ძალიან წუხდებით. არ არის სანიაღვრე არხები მოწესრიგებული, შიგნით ავარდება წყლები, ახლა ტრანსპორტი, მტვერი, უბედურება სულ შიგნით. მოდის ქვიშა ქვემოდან, ზემოდან ქვემოთ და ხვეტავთ ქვიშას. ვიჭირთ სიარული ამ გზებზე. მანქანას უინგრევ, იქიდან მხედან მოდის ხოლმე ბიჭი. რომ ვერ მოდის ამაზე დაბალია ძალიან მანქანა და ეს გზა კიდე უბედურია. იქიდან შემოულის ხოლმე იმ ხელა გზაზე და მოდის ისე. რომ ძალიან ცუდი გზა არის, ცუდი სავალი. წყალიც გვივარდება ხოლმე რა. პრობლემა აბარ არის მთელი მტვერი და ნაგავი გზის პირზე სახლებში შემოდის. არ გვაწუხებს. როგორ არ გვაწუხებს. გადაადგილებაც გვიჭირს, აბა შეხედეთ შვილო როგორ არის ათხრილი დათხრილები. გასაკეთებელია ყველაფერი, იქეთ გზა გაკეთდა. იქეთ დაასხეს ასფალტი და აქეთ შეუკვირდნენ, რომ დაგისხამთო და რა ვიცი, ჯერჯერობით არ დაუსხიათ და ჩვენც მოვითხოვთ. რა ვიცი, ძალიან ცუდი მდგომარეობა განსაკუთრებით წვიმის დროს. და ყველა შეწუხებულია. წყლები უვარდებათ ხალხს, აგე კანაოებია გასაკეთებელი. გასაჭირია მამას რა ლაპარაკი უნდა რომ გვიჭირს, აბა უყურეთ. ის არის მინგრეული მონგრეული, აქეთ დიდი წყალი თუ მოვიდა სულ ეზოებში გვივარდება. ჩუტყვავილის შემთხვევები გურჯაანში ვირუსული ინფექცია ძირითადად სასკოლო ასაკის ბავშვებშია გავრცელებული. საჯარო სკოლების დირექტორებმა გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურისგან რეკომენდაციები უკვე მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უხასიათობა, ზემო სასუნთქი გზების ინფექცია ან სიცხე აქვს, მას გაკვეთილებზე აღარ დაუშვებენ. სკოლაში სიარული იკრძალება დიაგნოზის დასმიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაშიც. ჯანდაცვის სამსახურში ნაისის სტატისტიკას თვის ბოლოს გამოაქვეყნებენ, თუმცა ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სეზონისთვის დამახასიათებელი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ეპიდემიის საშიშროება სკოლის ადმინისტრაცია რომ მიიღონ ის გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რითაც თავიდან ავიცილებთ ინფექციის გავრცელებას და ეს რეკომენდაციები ძირითადად არის ზედამხედველობა გააძლიერონ განსაკუთრებით კლასის ხელმძღვანელებმა ასეთ კლასებში. აუცილებლად უნდა აკონტროლონ ბავშვი რა მდგომარეობაშია, აქვს თუ არა სიცხე. ზემო სასუნთქი გზების ინფექცია თუ აღენიშნება თავი შეეკავონ ასეთი მოსწავლის დასწრებაზე საგაკვეთილო პროცესზე და ის ღონისძიებები, რაც უკვე ვთქვით, რომ განიავება, სველი წესით დალაგება და იზოლაცია თუ გამოვლინდა დაავადება. ტრენინგი გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის. მომავლის ლიდერთა ასოციაცია, რომელიც გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა პროექტ ინიციატივას ახორციელებს. დღეს ახალგაზრდებმა პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ერთად სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ჩვენი გადამღები ჯგუფი ეთერ თეთრაძე და დავით პეტრუზაშვილი იმყოფებოდნენ, ნახოთ სიუჟეტი. დისკრიმინაცია, ბულინგი, საზოგადოებაში არსებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები. ეს ის საკითხებია, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა დღეს პროფესიონალ ფსიქოლოგებთან ერთად განიხილეს. ტრენინგი ევროპულ ქართული ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტ ინიციატივის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც მომავლის ლიდერთა ასოციაცია ახორციელებს. ტრენინგი დატვირთული იყო ისეთი აქტივობებით, რომლებიც მონაწილეებს დაეხმარა სხვადასხვა უნარჩვევების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი პირველი პროექტია, ჩვენ ახალგაზრდებს მომავალში უფრო მრავალფეროვან და ფართომასშტაბურ პროექტებს შევთავაზებთ. პროექტი ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია ერთიანი ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებული ახალგაზრდული ქსელის ჩამოყალიბება, რომელიც საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემებზე სწრაფი, ეფექტური და გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას შეძლებს. ევროპულ ქართული ინსტიტუტის ერთ-ერთი პროექტი არის ინიციატივა, რომელიც ხორციელდება პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტი გულისხმობს სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებას განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ახალგაზრდებს ნებისმიერს შეუძლია გამოაგზავნოს ინიციატივა საკუთარი სურვილის ამებრ, როგორიც არის მაგალითად ეკოლოგია, განათლება, გარემოს დაცვა ასე შემდეგ. ნებისმიერ საკითხზე, რაც აწუხებთ, რაც ფიქრობს, რომ შესაძლებელია და შეუძლია ამის განხორციელება, უნდა
გამოაგზავნოს ჩვენთან აღნიშნულ საიტზე init.gt და ჩვენ დავუკავშირდებით. მომავლის ლიდერთა ასოციაცია გურჯაანელმა ახალგაზრდებმა მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ბიუროს მხარდაჭერით ჩამოაყალიბეს და ევროპულ ქართული ინსტიტუტის პროექტ ინიციატივაში მიიღეს მონაწილეობა. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი დავით სონღულაშვილის ბიურო მომავლის ლიდერთა ასოციაციას დაეხმარა ორგანიზაციის შექმნასა და ჩამოყალიბებაში, ჩვენ ავეხმარეთ წესდების, საორგანიზაციო წესდების მომზადებაში, ასევე დავეხმარეთ იმ პროექტის დაწერაში, რომელსაც ახლა დღეს ახორციელებენ ახალგაზრდები. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის ღონისძიებების განხორციელება გურჯაანის მუნიციპალიტეტში. ეს ძალიან ხელს უწყობს ახალგაზრდების გააქტიურებას, მათ ცნობიერების ამაღლებას და სამოქალაქო აქტივობას, რაც მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის განვითარების. ტრენინგს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 30 მოსწავლე დაესწრო, მათი შეფასებით აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ჩემთვის დღევანდელი ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ვისაუბრეთ ბევრ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით, განვიხილეთ ის და დავყავით, ესე ვთქვათ, სხვადასხვა მიმართულებით და მოვიძიეთ, ასე ვთქვათ, ალტერნატიული გადაჭრის გზები ამ პრობლემებისადმი. ევროპულ ქართული ინსტიტუტი პროექტის განხორციელებას განაგრძობს, მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. პროფესიული განათლება, პერსპექტივები და გამოწვევები. განათლების სამინისტროში ირწმუნებიან, რომ პროფესიული განათლების მქონე პირებს დასაქმება არ გაუჭირდებათ. ამის შესაძლებლობას კი მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმა იძლევა, რომლის თანახმადაც 250,000 ახალი სამუშაო ადგილიდან უმრავლესობა სწორედ პროფესიულ სამუშაოს გულისხმობს. რა გამოწვევების წინაშე დგას და რა ფორმით ზრუნავს სახელმწიფო პროფესიული განათლების პოპულარიზაციაზე, ნახოთ სიუჟეტი. თამთა კულინარიული აკადემიის კურსდამთავრებულია. პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ კონდიტრად მუშაობა მალევე დაიწყო და 2 უმაღლესი სასწავლებლის თავზე შემოდებული დიპლომი ადგილზევე დატოვა. დღეს საკუთარი საკონდიტრო ქსელი აქვს და მსურველთათვის ხშირად მასტერ კლასებსაც ატარებს. ძალიან კარგი სწავლა მივიღე, კვალიფიკაციაც უფრო ავიმაღლე. პრობლემა არანაირი არ მქონია სამსახურის დაწყების. აი ესე რომ ვთქვათ, რომ რაღაც შეიძლება ვერ იპოვო სამსახური, რაღაც პრობლემები შეიქმნეს. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის საერთოდ. თუ ხარ პროფესიონალი, თუ გაქვს ინტერესი, თუ კარგად ისწავლე, ყველა ვარიანტში იპოვი სამსახური. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმით 250,000 ახალი სამუშაო ადგილიდან უმრავლესობა სწორედ პროფესიულ სამუშაოს გულისხმობს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, საქართველოში განათლების ეს მიმართულება რეფორმირებისა და განვითარების ეტაპზეა. მისი პროგნოზით უახლოეს წლებში პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების რაოდენობა 30-დან 40,000-მდე უნდა გაიზარდოს. 2017 წელს პროფესიული განათლებისთვის 25,850,000 ლარია გამოყოფილი და მსურველს სწავლის საფასური 4-ვე საფეხურზე სრულად დაუფინანსდება სახელმწიფო სასწავლებელში ჩაბარების შემთხვევაში. ასეთი კი საქართველოში 20 დაწესებულებაა, ხოლო 79 კერძო პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯია. დაფინანსების 3 სახე მოქმედებს: ვაუჩერული, პროგრამული და მიზნობრივი. განათლების სამინისტროს მონაცემებით 2017 წელს 150-მდე სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღების სტუდენტების რაოდენობა 4,562-ს შეადგენს. რეგისტრაცია კი 8,558 აპლიკანტმა გაიარა. რაც შეეხება ყველაზე მოთხოვნად პროფესიულ პროგრამებს, ესენია მზარეული, ბუღალტერი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, კონდიტერი, სტილისტი. განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ დასაქმების მაჩვენებელი შემდეგნაირია. 2013 წელს პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ დასაქმდა 42%. 2014 წელს დასაქმებულთა რაოდენობამ 47% შეადგინა, ხოლო 2015 წელს პროფესიული სასწავლებლის დასრულების შემდეგ 56% დასაქმდა. ამ მონაცემების გათვალისწინებით გარბი დაინტერესდა რეალურად რა პერსპექტივები აქვთ სტუდენტებს კოლეჯის დასრულების შემდეგ და რა მოთხოვნების აკმაყოფილება უწევთ სამსახურის ძიების პროცესში. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ უმაღლესი განათლების არ მქონე პირებისთვის სამუშაო ადგილები იშვიათია, თუმცა თვლიან, რომ საქმის პროფესიულად შესრულებისთვის უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი სავალდებულო არ უნდა იყოს. საქართველოს ეკონომიკაში ან შრომის ბაზარზე სავარაუდოდ 90-95% შრომის სამუშაო პოზიციებისა საერთოდ არ წარმოადგენს უმაღლესი განათლების კვალიფიკაციისათვის შესაბამის. თუ კი ამას რეალურად შევხედავთ,
მათ შორის საწარმოების და დამსაქმების მხრიდანაც. მათაც აქვს გადაჭარბებული მცდარი არასწორი წარმოდგენები იმისა, რომ აუცილებლად უმაღლესი კვალიფიკაციის დამთავრებული დასაქმებული უნდა აყავდეს მას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიძახით 90%-ში ფაქტობრივად შეუძლებელი არის. პროფესიული განათლების მხრივ არსებულ ხარვეზებზე საუბრობს განათლების ექსპერტების ნაწილიც. საზოგადოების დიდი ნაწილი აღიქვამს პროფესიულ განათლებას იმ ძველი რეალობიდან გამომდინარე, როდესაც პროფესიულ განათლებაში მიდიოდნენ ყველაზე წარუმატებელი მოსწავლეები. ინფორმაცია პროფესიული განათლების შესახებ არის ძალიან ცოტა. ამიტომაც ეს არის ალბათ ერთ-ერთი წარუმატებლობა პროფესიული განათლებისა. ეს არის. პროფესიული განათლება მაშინ არის, ასე ვთქვათ, ქვეყანაში წარმატებული, როცა ქვეყნის ეკონომიური დონეც არის შესაბამისი. შენიშვნებს იზიარებენ განათლების სამინისტროშიც. უწყებაში განმარტავენ, რომ არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრად მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის ხელმისაწვდომობის გაზრდა პროფესიული განათლების. გარდა ამისა, ძალიან მზარდია პროფესიული განათლების ბიუჯეტი, იმიტომ რომ ყველაფერს ამას საკმაოდ რესურსი სჭირდება. პარალელურად განათლების სამინისტრო მუშაობს პედაგოგებთან, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ვინ აწოდებს სერვისს. რამდენი ადამიანი დასაქმდა 2016 წელს მიღებული პროფესიული განათლების შედეგად ინფორმაცია შემოდგომაზე გახდება ცნობილი. კახეთსა და სამეგრელოში ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი მოეწყობა. პროექტის მხარდამჭერია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც საქართველოს მთავრობას ნარჩენების მართვის სიტუაციის გაუმჯობესებაში ეხმარება. ამ მიზნით მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები პროექტისთვის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა კახეთსა და სამეგრელოს ზემო სვანეთის რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. პროექტის შემდგომი განვითარებისა და განხორციელების ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, პროექტის განხორციელების შემდეგ რეგიონში არსებული ყველა სხვა ნაგავსაყრელი დაიხურება და კახეთი კიდევ უფრო სუფთა მხარე გახდება. პროექტის სრული მასშტაბით ამოქმედება 2019 წლისთვის არის დაგეგმილი. შეხვედრა ემსახურება ახალ კახეთის რეგიონში ახალ ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობას, რეგიონალური ნაგავსაყრელის მოწყობას, არსებული ძველი ნაგავსაყრელების დახურვას, ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას და ნარჩენების შესაგროვებელი სისტემების გაუმჯობესებას. ეს პროექტის დღევანდელი შეხვედრა არის ტექნიკური ეკონომიური კვლევის დასკვნითი ნაწილი, მომზადდა ტექნიკური ეკონომიური კვლევა, რის შემდეგაც უკვე დაიწყება პროექტის განხორციელება. ჩვენ მივდივართ იმ გზით, რომ კახეთი უნდა იყოს სანიმუშო სისუფთავის მხარე საქართველოში. ამისათვის აუცილებელია, რომ მოისპოს სტიქიური ნაგავსაყრელები, რომ მოისპოს სტიქიური ნაგავსაყრელები, ამიტომ შენდება თანამედროვე ტიპის ერთი ნაგავსაყრელი, სადაც ყველა მოთხოვნის მიხედვით ეკოლოგიური ყველა მოთხოვნა, სხვა ყველა პარამეტრი რაც აუცილებელია რომ ნაგავსაყრელი იყოს დაცული ეკოლოგიურად სუფთა, გარემოს არ აბინძურებდეს, ახლო-მახლო მოსახლეობასთან დაკავშირებით და მათ სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდეს, სწორედ აი ესეთი ნაგავსაყრელის პროექტი ახლა უკვე დამუშავებულია. კახეთში საპილოტო პროექტი მიმდინარეობს, უნდა მოეწყოს ერთი ნაგავსაყრელი მთლიანი კახეთის მასშტაბით, სადაც მთელი მუნიციპალიტეტებიდან მოხდება მოგროვებული მყარი ნარჩენების მიტანა და შემდგომი გადამუშავება, რაც ერთმნიშვნელოვნად კარგია, იმიტომ რომ ეს ხელშეუწყობს იმას, რომ ბუნებაში არ მოხდეს სხვადასხვა მავნე ნივთიერებები, არ მოხდეს დაბინძურება, რაც სამწუხაროდ დღეის მდგომარეობით ხდებოდა. გურჯაანში მდებარე უნიკალური სამკურნალო ტალახით განთქმულმა კურორტმა ახტალამ საკურორტო სეზონი განაახლა და დამსვენებელთა მიღება დაიწყო. დირექტორის გოგა უტიაშვილის ინფორმაციით სანატორიუმს სამკურნალო პროცედურებისთვის 13 დამსვენებელი უკვე ეწვია, მისივე თქმით წელს სააბაზანო განყოფილება მოაწესრიგეს, შენობას კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა და პროცედურების მიღების შესაძლებლობები დახვეწეს. საკურორტო სეზონი ახტალაზე ოქტომბრამდე გაგრძელდება. დამსვენებლები ყავს დაახლოებით 12-13 დამსვენებელი არის. არიან რუსეთიდან 6 ადამიანი აქედან, 2 არის ისრაელიდან, დანარჩენები არიან ადგილობრივები. უმეტესწილად სააბაზანო განყოფილებაში ჩავატარეთ სამუშაოები, დავხვეწეთ უფრო ტალახის პროცედურების მიღების შესაძლებლობა.
ჩავატარეთ კოსმეტიკური სამუშაოები, როგორც სააბაზანო განყოფილებაში, ისე პოლიკლინიკურ და საძილე კორპუსში და წელს გაცილებით უკეთესი პირობები გვაქვს თავმჯდომარეთა მიღებისთვის და მომსახურებისთვის. გვაქვს შეკვეთები, ველოდებით თავმჯდომარებს. მე ჩამოვედი ისრაელიდან, ყოველ წელიწადს ჩამოვდივარ 3 წელია უკვე. ძალიან მომწონს, ჩემი მეუღლით ჩამოვდივარ და ძალიან დიდ პატივისცემას ვიღებ და დიდი მადლობა გოგის ასეთი დახვედრისთვის და თვითონ პერსონალს ძალიან დიდი მადლობა. ძალიან კმაყოფილი მივდივარ, როც არ მჭირდებოდეს ეს ვანები, მაინც ჩამოვდივარ ისეთი ტკბილი დახვედრა. საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. დღეს მათ სწავლა დაასრულეს. ხვალკი გამოსაშვები გამოცდებისთვის პრეტესტს გაივლიან. რაც შეეხებათ პირველ კლასელებს, მათ 25 მაისს დაითხოვენ. დანარჩენი კლასის მოსწავლეებისთვის კი სწავლა 15 ივნისს შეწყდება. დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთათვის დასრულდა სასწავლო წელი. ხვალ 20 მაისს ჩატარდება პრეტესტი, ხოლო 21 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით ჩააბარებენ გამოსაშვებ გამოცდებს. რაც შეეხება პირველ კლასელებს, პირველ კლასელთათვის სასწავლო წელი დასრულდება 25 მაისს. ჭანდრის სკოლის მოსწავლის წარმატება საზღვარგარეთ. 16 წლის ვასო იმერლიშვილი მკლავჭიდში აბსოლუტური წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა და 2 ოქროს медаლი მოიპოვა. პოლონეთში გამართულ ტურნირზე 30 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობდა. ახლა ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 3 თვეში უნგრეთში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობა და გამარჯვება. ვასო იმერლიშვილს დღეს მშობლიურ საჯარო სკოლაში პედაგოგებმა მიულოცეს და კიდევ უფრო მეტი გამარჯვება უსურვეს. ჭაბუკებში აბსოლუტურ ზონაში დავიკავე პირველი ადგილი. როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელში. გავხდი ორგზის ევროპის ჩემპიონი. ძალიან გახარებული ვარ. ეხლა 3 თვეში ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი უნგრეთში. მომზადები ძალიან დიდი მონდომებით და იმედი მაქვს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწია წარმატებას, ასევე მივაღწევ მსოფლიო ჩემპიონატზე და გავხდები მსოფლიო ჩემპიონი და ვესახელებ საქართველოს და ჩემს იგრინ ყოფხალს. ისე მიამაყება ეს ჩემი გაზრდილი, აი ტუხელის როის დროშა ნახე Facebook-ზე როგორ აფრიალად ქართული დროშა და ჰიმნზე, ქართულ ჰიმნზე ცრემლები მომივიდა. ულოცავ ვასოს. წარმატებას უსურვებ კიდე მეც და ყოველთვის გამიხარდება მე ამისი წინსვლა. გამოშვებას რეგიონის გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. ვარშავაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პოლონეთში მცხოვრებ ქართველ დიასპორაში ხვდა ირაკლი კობახიძემ თანამემამულეებს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა გააცნო და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, მართლმსაჯულების გაძლიერების და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ და დიასპორის წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო რეფორმა განიხილეს. პოლონეთში მცხოვრები ქართველების საკონსტიტუციო ცვლილებებით, მათ შორის ორმაგ მოქალაქეობას და მიწის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხებით დაინტერესდნენ. განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი პოლონეთში ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან, განვიხილეთ ჩვენი ხედვა ქვეყნის განვითარების ჰქონდა ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი, სოციალურ საკითხებზე ჰქონდა ასევე საუბარი საგარეო პრიორიტეტებზე, დემოკრატიულ განვითარებაზე, თითოეული საკითხი საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ და იყო ძალიან საინტერესო შეკითხვები, ძალიან აქტიური შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის კითხვები ეხებოდა საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც არის ამჟამად აქტუალური საკითხი. სკანდალური დეტალებით ციანიდის საქმეში პროკურორის თქმით არსებობს ინტიმური ვიდეო მასალა, რომელიც ბრალდებულ გიორგი მამალაძეს და მესამე პირს ეხება. ამის შესახებ ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესის დახურვის შუამდგომლობის დაყენებისას განაცხადა. პროკურორმა იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რის გამოც სახელმწიფო ბრალდება სასამართლო განხილვების დახურვას თხოვს. მათ შორის ერთ-ერთია პირადი ცხოვრების დაცვა. პროკურორმა ასევე მოსამართლის ყურადღება ერთ-ერთ მოწმეზე განხორციელებულ მუხარის შემცველ ზარზეც გაამახვილა. ეგრეთ წოდებული ციანიდის საქმის კიდევ ერთი პროკურორი ჯარჯი ციკლაურიკი საქმეში ინტიმური ვიდეო მასალის არსებობას უარყოფს.
ანტიდასავლური პროპაგანდა და საინფორმაციო ომი საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის მისიებში, ასოცირების შესახებ შეთანხმება უვიზო მიმოსვლა და სოფლის მეურნეობის განვითარება, რელიგიური მრავალფეროვნება ევროკავშირში, ევროინტეგრაციის მნიშვნელობა და სხვა. ამ თემებზე 6 რეგიონული უნივერსიტეტის 40-მდე სტუდენტისთვის ორდღიანი სემინარი დაიწყო. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს. ევროპული დღეების ფარგლებში ჰქონდა შესაძლებლობა წამიკითხა ლექცია რეგიონალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან და გვესაუბრა ევროპის ტიპის სახელმწიფოს მნიშვნელობაზე, ზოგადად ევროპულ ღირებულებებზე, ამის გააზრება იმ ფონზე, როდესაც არის გარკვეულ წრეში და მათ შორის ევროპაშიც პროპაგანდული მუშაობა დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ, ჩვენი ვალია თითოეული მოქალაქის, რომ კიდევ ერთხელ გავიაზროთ მნიშვნელობა ადამიანის თავისუფლებისა, ღირსების დაცვისა და კიდევ ერთხელ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ურყეობის წინაშე. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგიონების ჩართულობას ამ პროცესში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში და დღეს ჩავატარეთ ლექცია 6 რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის. ეს იქნება ურდღიანი ტრენინგები, რომელიც გაგრძელდება ამ სტუდენტებისთვის და ის შეეხება ევროინტეგრაციის სხვადასხვა საკითხებს. და შეხვედრა შედგა სტუდენტებთან, ანუ იმ ახალგაზრდა ნაწილთან, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მომავალს და ასეთი შეხვედრების მნიშვნელობა ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ხელშეუწყობს ჩვენს გაცნობიერებას, ეს და ჩვენს განსაზღვრას ჩვენი მომავლის და შესაბამისად უფრო ხშირად ჩატარდება ესეთი შეხვედრები ძალიან კარგია. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი თავდაცვის უწყებაში ყოფილ ატაშესთან პოლკოვნიკ სტეფან სიობერგთან ერთად იმყოფებოდა. ლელა ჩიქოვანმა პოლკოვნიკს საქართველოში აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ ატაშეს წარმატებები უსურვა. ჩემთვის დიდი პატივი იყო 3 წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად მემსახურა. ეს მხოლოდ თანამშრომლობა არ ყოფილა, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. დარწმუნებული ვარ, ორმხრივი თანამშრომლობა გაგრძელდება განსაკუთრებით ტერიტორიული და ტოტალური თავდაცვის კონცეფციასთან დაკავშირებით. ეს იყო საქართველოში გატარებული 3 ნაყოფიერი წელიწადი და გული მწყდება, რომ დასრულდა ეს პერიოდი, თუმცა ჩემი შემცვლელი წარმატებით გააგრძელებს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ეს საქართველოში ჩემი პირველი ვიზიტია. ასევე პირველად ვიმყოფები თავდაცვის სამინისტროში. გავეცანი არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. ჩვენი ქვეყნები ბევრი საერთო პრობლემის წინაშე დგას, რასაც ჩვენ აქტიურად განვიხილავთ. ჩემმა წინამორბედმა ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე ისაუბრა, რაც აქტუალურია ორივე ქვეყნისთვის, რომლებიც დიდი გამოწვევების წინაშე დგანან. ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების ერთობა ორივე ქვეყნის ინტერესშია. საქართველოს მტკნარი წყლებით მდიდარი კავკასიური ქვეყანა, რაც კარგ პოზიციაში აყენებს მაღალი ხარისხის კალმახის საწარმოებლად, თუმცა ამ სექტორს ჯერ კიდევ აქვს პრობლემები და რიგი შეზღუდვები. ემპარტის ფარგლებში ქართული ჩაისა და კალმახის სექტორების შესახებ კვლევა ჩატარდა. ორივე კვლევა ჩატარდა ემპარტის პროექტის ფარგლებში, ჩვენ ვართ ქიას კონსორციუმის პარტნიორები და შესაბამისად მუშაობთ დასავლეთ საქართველოში. ეს არის გურია, სამეგრელო და ცაგერიც. ამიტომ ჩვენთვის თავიდანვე გამოიკვეთა, რომ პრიორიტეტული დარგი სოფლის მეურნეობის იყო ჩაი და მეორე კალმახი. ამიტომ ამ მიმართულებით გადავწყვიტეთ ჯერ კიდევ 2005 წელს, რომ ჩაგვეტარებინა, ასე ვთქვათ, სიღრმისეული კვლევა, რომელსაც ქვია ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი, რომელიც მოიცავს დაწყებული იგივე ნედლეულის წარმოებიდან საბოლოო სასაქონლე ფორმით
უშუალოდ მომხმარებლამდე თუ როგორ მიდის პროდუქტი, რა საფეხურებს გადის, სად იქნება დამატებითი ღირებულება და ასე შემდეგ. ეს აძლევს საშუალებას ფერმერებს პირველ რიგში ნახონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ მთელი კვირის განმავლობაში რა პროდუქტი რა ფასი ღირს. მეორე ინფორმაცია, რასაც აწვდის, ეს არის ინფოგრაფიკა, როგორიც არის იმ კონკრეტულ პროდუქტებზე ექსპორტის და იმპორტის წილი და მესამე ყოველკვირეული ფასები, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, თუ ფერმერმა როგორ უნდა დაგეგმოს თავისი სამომავლო ბიზნესი, უნდა კონდეს ერთი წლიანი ჭრილში მინიმუმ ის პროდუქტი და იმ პროდუქტის ფასი, რომელსაც ფერმერი აწარმოებს, რაც ხელს შეუწყობს შემდეგ უკვე ბაზარზე გატანას, ან თუნდაც ექსპორტზე ფიქრს. მევანდელი შეხვედრა მოგეხმარება ჩვენ, რომ ღირებულებათა ჯაჭვის სრული სპექტრი გაიაზროს, როგორც ხელისუფლებამ, ასევე გაიაზროს იმ კოოპერატივებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებული არიან ამ ბიზნესის წარმოებით. დღევანდელი დღე მოგცემ საშუალებას ის შესაძლებლობები თქვენი მეშვეობით საზოგადოებასთან იქნას მეტანილი და კიდევ ერთხელ გაჟღერდეს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების თვალსაზრისით, სამწუხაროდ ეს პოტენციალი არ არის სრულად ათვისებული. გამოშვებაშია საერთაშორისო ამბები. საბერძნეთის პარლამენტმა საგარეო დახმარების მიღების გაგრძელების მიზნით ახალი ეკონომიკური რეფორმების შემოღებას კენჭი უყარა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საბერძნეთმა და მისმა უცხოელმა კრედიტორებმა შეთანხმება დადეს რეფორმების პაკეტზე, რომელიც ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. შეთანხმება შრომისა და ენერგეტიკის სფეროში რეფორმებს მოიცავს. შემცირდება პენსიები, გადასახადები კი გაიზრდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბერძნეთის პარლამენტის შენობის წინ არსებული არეულობა იყო, ახალგაზრდების ჯგუფი პარლამენტის ეზოში შეღწევა შეეცადა და პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინა. პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ვენესუელაში მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან დაკავშირებით სანქციები გააფართოვა. სასანქციო სიაში ვენესუელას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მოხვდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა დეპარტამენტის მტკიცებით აღნიშნული პირები პასუხს აგებენ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე, რომლის თანახმად ქვეყნის პარლამენტის უზურპირება მოხდა. ვენესუელას უზენაესი სასამართლოს წევრებმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია გაამწვავეს. ისინი თანმიმდევრულად ერეოდნენ საკანონმდებლო ორგანოს საქმეებში, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მდივანმა სტივენ მნუჩინმა. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრა ნიუსმა გაავრცელა. სკოლა, რომელსაც არ ეყოლება მასწავლებლები, არ ექნება გაწერილი სასწავლო ცხრილი და სადაც სწავლა უფასო იქნება. პარიზში არსებული აკადემია 42-ის ფილიალი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიხსნება. სწავლების პროცესი ინდივიდუალური და თვით განათლებაზე ორიენტირებული იქნება. მოსწავლეები საინტერესო საგნებსა და განრიგს თავად აირჩევენ, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ერთმანეთს დაეხმარებიან და თვით მოტივაციაზე იზრუნებენ. სკოლაში დარეგისტრირების საშუალება 18-დან 30 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს ექნება. აღნიშნული პროექტი ფრანგი მილიარდერისა და ფილანთროპის ხავიერ ნეილის მიერ არის დაფინანსებული. ბროწეული ოდითგან სისხლნაკლულობის სამკურნალო საშუალებად მიაჩნდათ. ბროწეული მართლა ძალიან სასარგებლოა. ეს ვიტამინებით მდიდარი ნაყოფი გამოირჩევა ანტიოქსიდანტური თვისებებით. უჯრედულ დონეზე იცავს ორგანიზმს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ბროწეულის ნაყოფში არის C ვიტამინი, ბევრი სასარგებლო მინერალური ნივთიერება და მაკროელემენტი. კალიუმის შემცველობით ბროწეულის წვენი ლიდერია. გარდა ამისა, მასში არის რკინა და კობალტი, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის, მაგრამ იმედი, რომ ბროწეული ჰემოგლობინის დონის აწევაში დაგვეხმარება, ამაოა. რკინას კარგად ითვისებს ორგანიზმი მხოლოდ კურდღლის, ხბოს ან ძროხის ხორციდან. ბროწეულს კი შეუძლია გააუმჯობესოს ხორციდან რკინის ათვისება. და გამოშვების დასასრულს დღის სხვა ამბები. ასტუდიო სოლისტი ქეთა თოფურია ექსცენტრიულობითა და ორიგინალურობით ყოველთვის გამოირჩეოდა. მომღერალმა ახალი მოდური ტრენდიც მოირგო და წარბების სტაფილოსფრად შეიღება. ფოტოს რუსული კოსმოპოლიტენი ავრცელებს.
იანვარი, მარტი და ახლა უკვე მაისიც. გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ამ წელში უკვე მესამედ დაასახელეს. მაისში შერმადინისთვის საუკეთესო ვალენსიასთან მოგებული შეხვედრა იყო, რომელშიც 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მოაგროვა. შედეგად ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა, რაც უმაღლესი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ 24 მაისიდან შერმადინს ბექა ბურჯანაძესა და მათ თანაგუნდელებს პლეი-ოფის მატჩები ელით ანდორელთა მეტოქე რეალი იქნება. ახლა კი ვნახოთ ამინდი როგორი იქნება. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილისაც საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. ვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. ჩვენი გამოშვება კი ამით დასრულდა, ნახვამდის.